მაშინ საინფორმაციო პროგრამა ანარეკლი. ისევ და ისევ პენსიონერები და მათი პრობლემები. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კუთვნილი პენსიების გაცემა დროულად არ ხდება. ქარელის რაიონში გასულ წელს 8 თვის პენსიები გასაცემი დარჩა. რაიონის საპენსიო თანხები ძირითადად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. რაიონის ბიუჯეტიდან მასში საკმაოდ მცირე თანხები შედის. ცნობილია, რომ რესპუბლიკაში ზოგიერთი რაიონის გარდა ყველგან გასაცემია არა მარტო გასული წლის, არამედ ამ წლის პენსიებიც. პენსიონერები ფიქრობენ, რომ გასული წლის პენსიები დაეკარგებათ, რაზეც რაიონის სოცდაზღვევისა და ფონდის განყოფილების ხელმძღვანელობა საპირისპირო აზრს გამოთქვამს. რაიონის განყოფილებაში 10,200-მდე რეგისტრირებული პენსიონერია. მათი დასაფინანსებელი თანხა ყოველთვიურად 140,000-მდე ლარია საჭირო. რაიონის ადგილობრივი შემოსავლებით ვერ უზრუნველყოფს მთლიანად პენსიონერთა დაფინანსებას. რაიონის ადგილობრივი შემოსავლები ყოველთვიურად მხოლოდ 10,000 ლარს შეადგენს. შევსება ხდება სახელმწიფო ფონდიდან, მაგრამ რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ვერ მოხდა პენსიონერთა მთლიანი დაფინანსება. გასული წლის დავალიანებამ რაიონში შეადგინა 1,100,000-მდე ლარი და სულ დასაფინანსებელი დაგვრჩა გასული წლის მაისის თვიდან, ესე იგი სულ 8 თვე. გასული წლის პენსიები მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დროებით შეჩერებულია. აღნიშნული პენსიები მიმდინარე წელში დაიფარება გრაფიკის მიხედვით მიმდინარე წლის პენსიების გაცემასთან ერთად. ცნობილია, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს ამ დაჭირებას ემატება უპენსიობა, უხელფასება და ამავდროულად ყველაფერზე მომატებული ფასები. მაგრამ მოსახლეობა თითქმის შეეგუა იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხები არ არის. არადა უკვე აპრილის თვეც იწურება. გასული წლის დავალიანებას ვინ ჩივის, ზოგიერთ პენსიონერებს ამ წლის იანვრისთვის პენსიებიც არ მიუღიათ, თუმცა მათ აიმედებენ, რომ აღნიშნულ პენსიებს ამ დღეებში მიიღებენ. ამჟამად მიმდინარეობს იანვრისთვის პენსიების დაფინანსება. რაიონში დაფინანსებულია თითქმის პენსიონერთა რაოდენობის ნახევარი. მიმდინარეობს იანვრისთვის პენსიების დაფინანსება და დარჩენილ პენსიონერებს, რომელთაც იანვრისთვის პენსია არ მიუღიათ, უახლოეს დღეებში დავაფინანსებთ. ხოლო თუ როგორ აპირებენ არსებული დავალიანებების დაფარვას, რომელსაც უკვე დაემატა ამ წლის საპენსიო თანხებით, ამაზე პასუხის გაცემა თავად სახელმწიფოს ხელმძღვანელობასაც უჭირს. ნამდვილად გამაღიზიანებლად მოქმედებს ქარელის ქუჩებში დაყრილი ნაგავი. არ შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ იმ მომსახურე პერსონალს, რომელსაც ევალება ნაგვის გატანა. თვითონ მოსახლეობამაც უნდა იზრუნოს ქარელის ქუჩების სისუფთავეზე. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ქარელი ანტისანიტარია მოიცვა. საყოფაცხოვრებო ნაგავს მარტო ბინების წინ არ შეხვდებით. ქუჩების და გზებით საკმაოდ დანაგვიანებულია. მოსახლეობა უნდა ბართოთ ყრის ნაგავს თითქმის ყველგან. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კომუნალური მეურნეობის წარმომადგენლებს გააქვთ ნაგავი, იმის მიუხედავად იხდიან თუ არა მოსახლეობა კომუნალური მეურნეობის გადასახადს. ნაგავი და ანტისანიტარია კი ყოველთვის არის სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ წყალთა მეურნეობის წარმომადგენლებმა გაწმინდეს მთავარი მაგისტრალური არხი. არხიდან ამოღებული საყოფაცხოვრებო ნაგავი დაყარეს ნაპირზე. დღესდღეობით აღნიშნული ნაგავი ისევ გასატანია. იგი ისევ წყალში იყრება და ამასთან ერთად აბინძურებს ბუნებასაც. ამ დღეებში ქარელში საღამოს ქალაქის საკრებულოს კომუნალური მეურნეობის სანეპით სადგურის და გარემოს დაცვის წარმომადგენლებმა მოაწყვეს ერთობლივი რეიდი. რეიდის შედეგად გამოვლინდნენ დამღვრევები. გადაწყვეტილია, რომ იგი სისტემატურად ჩაატარონ. საქართველოს ეკონომიკა განვითარების იმდენად დაბალ საფეხურზეა, რომ მას არ შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი პენსიონერები ცხოვრების ელემენტარული პირობებით. ჩვენ ისევ ამერიკელები გვეხმარებიან. 14 აპრილს ქარელის რაიონული გამგეობის შენობის პირველ სართულზე ასოციაცია მოსელინში ჩამოსულები იყვნენ ამერიკული ორგანიზაციის Counter Party Internationalis გენერალური დირექტორი კავკასიის რეგიონში რებეკა ალექს ბრაიანი და მოადგილე გია მერკვილაძე. ისინი ასოციაცია მოსელინთან თანამშრომლობენ. ამჟამად კი ჩამოიტანეს ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უნდა გაიცეს რაიონში მცხოვრებ ყველაზე უმწეო მარტოხელა მოხუცებზე. მიუხედავად იმისა, რომ დახმარებების გაცემის პირველი დღე იყო, მაინც ხალხმრავლობა იყო. რებეკა ალექს ბრაიანი თავად გადასცემდა მოხუცებს დახმარებებს და ესაუბრებოდა კიდეც. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული დახმარებები ერთჯერადი არ იქნება. Ima je сейчас самый бедный в Грузии, это пенсионеры на сегодняшний день. В перспективе мы тоже хотим помогать с питанием, с одеждой. Мы в каждом районе в Грузии сейчас. Самогрелы, сванеты, ямареты, кафеты.
И давным-давно работали с этой организацией. Это очень хорошая местная организация. Наш близкий партнер. В перспективе мы будем работать с ними, чтобы помогать этим пенсионерам. ცნობილია, რომ რესპუბლიკაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობაა, ამიტომაც მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან უჭირს, მათ შორის მეხუთებს. ისინი ხომ პენსიებსაც საკმაოდ დაგვიანებით იღებენ. აქედან გამომდინარე, ადვილი გასაგებია ის სიხარული, რომელსაც ამ ადამიანების სახეზე შენიშნავდი, რადგანაც ყველანაირი დახმარება დღესდღეობით მათთვის მართლაც დიდი შეღავათია. ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.